მეხუთე ბრძოლა, რომელიც გაიმართება კიკბოქსინგში. 70 კილოგრამის კატეგორიაში და გამოვხრეოთ ისინი. ეს არის რევანში. გიგა ხუფაცარია. ეს ბრძოლა ძალიან საინტერესოა. ნიკოლოზ, მე ვიყავი კომენტატორი კრივობაზე, სადაც გიგა ხუფაცარია დაუპირისპირდა დავით ხვიტიას. ორივე მეომარი არის ძალიან გამოცდილი. 150 მატჩზე მეტი აქვს K1-ში ჩატარებული ბიჭებს. ცეცხლს დაგვინთებენ და აი ნამდვილად ველოდებოდი მათ რემატჩს, თუმცა მეგონა რომ კრივობაზე შედგებოდა რატომღაც, თუმცა მე ხომ არ ვიცოდი რომ პენტაგონ ფაითინგ ჩემპიონშიპი გაიხსნებოდა. ძალიან დიდი სიურპრიზია ჩემთვის ხედავთ მის თიმს. ამკა შონია საბრძოლო სკოლა ძალიან გამოცდილია, ძალიან გამოცდილია. ხუფაცარია როგორც MMA-ში, ასევე კიკბოქსინგში, ასევე კრიობაში აქტიურად არის ჩაფლული და ჩაბმული. ძალიან სანახაობრივი ბრძოლები აქვს, მის ბრძოლებს ყოველთვის თვალს ვადევნებ და ძალიან გამოცდილია. აბსოლუტურად უსისხლიანესი ბრძოლა გველოდება. მერწმუნე ნიკა ისიამოვნებ ჩემთან ერთად. ხვიტია ჩვენი მაყურებელი. ხვიტია ხუფაცარია. მეგრელები გაარკვევენ ჯარჯი დღეს ერთმანეთში. ეს ბიჭები ცეცხლობენ. ამ ხალხს ხუმრობა არ უყვარს. დავით ხვიტია მოემართება ჩვენი პენტაგონს. სოფლიო თასის მფლობელია დავითი, არ დაგვაუწყდეს. ძალიან გამოცდილია, ძალიან ბევრი ბრძოლა აქვს მას კაირჩი ჩატარებული და ძალიან ფორმაშიც, კარგ ფორმაშიც მინდა გითხრათ. ნახო, დავით ხვიტია, მეგობრებო. კარგ ფორმაშია ხვიტიაც, კარგ ფორმაშია ხუფაცარიაც და ჯარჯი რევანშია ეს. ეს არის რემატჩი. რაც ასმაგად საინტერესოა თითოეული აქ დამსწრე როგორც ტელემაყურებლის, ასევე ჩემთვის და შენთვის. თუმცა ძალიან მაინტერესებს ამ ბიჭების ბრძოლა რით დამთავრდება და ვინ გამოვა აქედან გამარჯვებული. ის ვიცი რომ არც ერთი ნაბიჯის უკან გადამდგმელი არც ერთი არ არის. ძალიან რომ მოინდომონ ჯარჯი ბევრ ნაბიჯს პენტაგონში მაინც ვერ გადადგამენ უკან. აზრი არა აქვს, იმიტომ რომ ძალიან ისეთი კომპაქტური რინგი გვაქვს ჩვენ დღეს. ბიჭები მზად არიან, ეხლა ხვიტია ამოდის პენტაგონში. ხვიტია დაიკავებს მწვანე კუთხეს. დარბაზის კანდიდატს გოლშემატკივრებიც ხავს. სულ რამოდენიმე წამში ამ შესანიშნავ ხუთკუთხედში ცეცხლი აინთება და ვნახავთ ნამდვილი გლადიატორების შერკინებას. დაიწყო ორთა ბრძოლა, ვნახოთ. დაიწყო ორთა ბრძოლა. ჩეკავენ ბიჭები ერთმანეთს. ძალიან კარგად იცნობენ ისინი. კარგად განან ეს. საბრძოლო სტილს. მაგრამ მაინც დაზვერებს კარგი 1-2 გადაუგდოთ. ხუფაცარიამ დაუბრუნა პასუხი. ხვიტიამ დაუბრუნა, მაშინ მეტად ძალიან კარგი ჰაიკიკი იყო. კაი ჰაიკიკი იყო ხვიტიასგან. კარგი ოვერჰენდი შეხვას. კარგი ჰაიკიკი გაუშვა. არ ხუმრობენ ჯარჯი, ბიჭები არ ხუმრობენ. ნამდვილი განგსტერები. ნამდვილი. პენტაგონის განგსტერები. ჯებითაც კარგად შეკავენ ერთმანეთს და ვნახოთ. ახლა პრესავს ხვიტია. კარგი სპინინგი იყო. სპინინგიკები. კარგი სპინინგი იყო. ვნახოთ, ცენტრი უჭირავს 1-2, მაგრამ ვერ მოხდა. ხუფაცარიამ ჯებიჩი აკავდა კარგი ლივერკიკი. კარგად მუშაობენ კარგი ჰაიკიკი, მაგრამ არაფერი არ შეიტყო აქ. აქტიური პირველი რაუნდია. მარცხენა ბოდი. ისტორიაც აქვს ამ ბრძოლას, ჯარჯი დამეთანხმები და დღეს ვნახოთ ვინ გამოვა აქედან გამარჯვებული. ფრონტი ახ გაცვლებში შევიდა.
კარგად გაგან ბიჭები. კარგი ლოუ იყო. კარგი Side low kick. მაგავიგე. ვერ მოასწრებდა ამის გაჩიკვას ფიზიკურად. Sneaky low kick ქვია ამას. კარგად ჩადის ტანში. ხუფაცარია. კარგი high kick ისევე, მაგრამ ბლოკი. დაუბრუნდა იგივე front kick-იც მიაყოლა ზემოდან. კარგად მუშაობენ ბიჭები. მარცხენა ლოუ. აი ხა შევიდა. კარგი გაცვლები ისევ. ხუფაცარია. მუშაობს უფრო მეორე ნომრად. კარგი ხუთიასგან, კარგი ხუთიასგან. ლოუ კიკი გაარტყა. ძალიან ახლა რაუნდია. აი ხა კარგია, კარგია, კარგი 1-2. და ნახოთ ახლა თუ გააგზელებს. მაყურებელიც. ახო ამ დარტყმას ძალიან კარგია. კარგი სერიები აქ უკვე დაამატა მუხლები. ყოჩახ. ხუფაცარიამ თითქოს ამ ჟესტით გვანახა რომ აქ მეფე მე ვარო და ხა კარგი მარცხენა მიდლ კიკი გაარტყა. აიღო ინიციატივა ხუფაცარიამ. კარგად მიაყოლა, როგორ ეთყობათ ხო? გამოცდილი კიკბოქსერები რო არიან, უძლიერესი ბიჭები დგანან. იციან. კარგად დაარტყა. იციან რა რის მერე უნდა გააკეთო. კარგია. რა სიტყოდი ჯარჯი, როგორ შეაფასებდი? ახლო ბრძოლა იყო. სიტყვები არ მყოფნის ისეთი პირველი რაუნდი გვაჩვენეს ბიჭებმა. იციან ზუსტად როგორ გადააბა. უმაღლესი დონე, უამრავი, ტექნიკური დარტყმა, უამრავი გონივრული შესაძლებლობა გვანახეს, რა შეუძლია K1-ს ამ ბიჭებმა პირველივე რაუნდში ესე რომ ვთქვათ, გაგვარკვიეს, ჩაგვახედეს კიკბოქსინგის გულში და კარგი სერიები აქვთ რა ჯარჯი. მინდა ეს აღვნიშნო, რომ გამოცდილი კიკბოქსერები არიან და ზუსტად იციან ხელებს, ფეხები რა კომბინაციაში უნდა მიაყოლონ. ნიკა ეს ბიჭები პირველად არ ხვდებიან ერთმანეთს, ძალიან კარგად იცნობენ საბრძოლო სტილს, ერთმანეთის სკოლები იცნობენ, ერთმანეთის მუშაობას, ამიტომ ძალიან რთული აქ ნებისმიერი დარტყმა გააძღვინ. რა თქმა უნდა, კარგად გამოიყურება ხუფაცარიას და ხვიტიაც არ შეეტყოთ და ახლა არც იმდენი ზიანი არ ეთყობათ და ვნახოთ ახლა მეორე რაუნდი როგორ წარიმართება. ნამდვილ მასტერ კლას ვიტარები ბიჭები. კარგი ჰაიკიკი. გაცოლეს დარტყმები. თვითონ გაუძრა. ხუფაცარისგან მოქნეული მარცხენა ჰაიკიკი და ვერც იგზნო. კარგი ლოუკიკი ხვიტიასგან ახლა ეს არ იტყობენ ბიჭები, არ იტყობენ ზიანს. ცენტრის დაჭერა უნდა ეხა ხვიტიას როგორც ჩანს აქ, მაგრამ ორივე ცდილობს რომ ცენტრი დაიჭიროს. აი ბრძოლა მიდის ცენტრის დაკავებისთვის, ცენტრს დაიკავებენ თუ არა მებრძოლები მაშინ ვეიწყებენ. ხვიტიამ აიღო ცენტრი. კი, ხვიტიამ აიღო ცენტრი, მაგრამ ხუფაცარია პირველი რაუნდის დასაწყისში ხუფაცარია მეორე ნომრად დადგა. კარგი 1-2. მარცხენა ამდენჯერ გაჩეკა მარცხენა რომ აი შეუცვალა. კიკი ხვიტიასგან ფრონტ კიკი მიაყოლა ზემოდან. ჩაუსვა ძალიან კარგი ტაიმინგი. იდეალური ტაიმინგი ხვიტიასგან. ყოჩახ. აი ეს არის K1. კარგი ინსაიდი. ბიჭები არ უთმობენ არაფერს არაფერს არ უთმობენ. კარგი კამბექი. ხვიტია ცდილობს ისევ ნახე ჯარჯი დისტანციის დაჭერას ცდილობს ხვიტია. ურჩევლია დისტანციიდან მუშაობა. ხუფაცარია პირველ ნომრად დადგა და გაცვალეს ბიჭებმა როლები. ამზადებს. არ ჩავიდა ტანში ხუფაცარია. ამზადებს ხუფაცარია, ეხა სერიებს ამზადებს, ასე მგონია, იცი? ჰუკი იყო, ეს იყო გაწელილი ჰუკი, ძალიან ლამაზი. კარგად დაუტოვა მარჯვენა ჰაიკიკი. კარგი პასუხი. ტოლს არ უდევს ხვიტია ხუფაცარიას. შეკრა შეიძლება ეხა მუხლებით სერიები ვნახოთ. აი ამაზე ვსაუბრობდი, რომ ელოდებოდა ხუფაცარია თავის სერიების. ხვიტიამ ხუფაცარიას მუხლები მუშაობს ისევ ხუფაცარია. ცდილობს მარცხენა მხრიდან, ან ხვიცთან აქტიურად. დაუბლოკა. გავიდა მარცხენა. ეს რა ხდება ნიკა, ესეთი სანახაობა. ძალიან კარგია ხუფაცარია, იდეალურად იყენებს თავის პლუსებს და ხვიტიაც რა კარგი ლოუკიკებით შემოიფარგლა აქ და კარგი ბოდი კიკიც გაატარა ჯარჯი.
ჯარჯი ეს არის კიკბოქსინგის მასტერ კლასი ბიჭებისგან. ნამდვილი მასტერ კლასი. აი მასტერ კლასია. ისეთი შოუა რომ ფული უნდა გადაიხადო რომ უბრალოდ კიკბოქსინგი შეისწავლო აქედან. ზუსტად უყურეთ ეხა მაყურებლებო, აი რა კარგად მუშაობენ და ძალიან კარგი იყო ხופაცარია. ვობლინგ. ძალიან ეფექტური კიკი იყო. Scissor kick. ეფექტური იყო ეს მაკრატელი მეგობრებო, როგორც ამას ვეძახით ჩვენ და კარგად მუშაობს ხופაცარია. შემოატრიალა. კარგად მუშაობს იდეალური. კიდე შეიძლება ყველაფერი დასრულდეს. დასრულებს ვითომ? ოუსრებს გოგი. ბრავო. ხმახარნავ ჯარჯი. ძალიან მაგარი იყო ხופაცარია და ხვიტია მაგრად გაუძლო აი ამ სერიებს და ზუსტად ამაზე ვსაუბრობდი რომ ხופაცარია სნიკი კომბოებს ამზადებდა. არ მინდა რომ ამ ბრძოლას ეკრანიდან უყურო, მინდა რომ აი ახლა ამ წამს და აქ ვიყო და სიზმარი არ იყოს, ხელი მომარტყი, სიზმარში ხო არ ვარ ბიჭო. არა ხარ გიჭმით ჯარჯი და ნამდვილად გზნობ ამ ყველაფერს, ნამდვილად აკვართ და ეს არის კიდევ და კიდევ ერთხელ განმეორდები K1-ის წესებით კიკბოქსინგის მასტერ კლასი მეგობრებო. უყურეთ სანამ თქვენი შვილების კიკბოქსინგზე შეყვანას გადაწყვიტავთ, ამათ უნდა ეს ბრძოლა ანახეთ. იქნება არ უნდა თქვენ შვილებს რომ კიკბოქსინგზე მივიდნენ. აი ეს არის ნამდვილი მებრძოლების საღამო და let's fucking go ჯარჯი. Let's war. მესამე რაუნდი. ხופაცარია, ხვიტია, მეგრელმა ბიჭებმა დაგლიჯეს და მეგრული ცეცხლი დაანთეს აი აქ. დაიწყო მესამე რაუნდი. აიეტი გამახსენდა. ნახოთ ეხლა ხვიტიას. დასაბრუნებელი ატმაზე. ხופაცარია, არ დაუთვლის ძალიან მაგარი მომენტი იყო. დაიჭირა ხופაცარიამ თავის მომენტს გრძნობს. მოარტყა მარცხენა. კარგი ბრძოლა გქრა ჯარჯი რა. მიყვარს ესეთი ბრძოლები. ნეტა 5 რაუნდიანი ბრძოლა იყოს. აი ხა მაგარია. Scissor kick ხופაცარიამ უკვე პერფორმანსი შოუს დადგმა დაიწყო. ხופაცარიამ კარგი ბოდი კიკი გაუტარა. ხვიტიას დასაბრუნებელია აქ პასუხები და იცის ეს აბრუნებს ხვიტია, ასად არ მიდის აქ არის. ბევრს გაუძლო და მაგრად დგას. ჯარჯი, როგორი მომზადებულები არიან ბიჭები? როგორი? სასწაულად. ბრავო, ეხლა თავი გააგდებინა. იყო მძიმე იყო ეს დარტყმა და შეჭამა. მაგრად აიცილა ხვიტიამ და კიდევ კაი აიცილა. პასუხი დაუბრუნა. როგორი ექსპლოსივ დარტყმებია. ეხლა ძალიან კარგად მაგრად მუშაობს ხופაცარიამ. მაგრები არიან, მაგარი ბიჭები ძალიან არიან. მაგრად მუშაობს და ეხლა კიდე კარგი იყო. იდეალური ტაიმინგი შეიძლება ყველაფერი დასრულდეს. გაუძლეს ხვიტია. არის ეს არის უკვე. ეს იყო ნოკდაუნი და გააგრძელებს. ესეთ გაძალა დასაბრუნებლად. აი ეს არის ჩემი კითხვა. რა თქმა უნდა გააგრძელებს, აქ ნამდვილი მებრძოლები ყავს, მებრძოლის სული ხვიტიასგან. კორიდა დაჭამეს ბიჭებმა ერთმანეთი, ძალიან კარგად მუშაობს ხופაცარია. დაიჭირა მომენტზე ხופაცარია შეიძლება ნოკაუტი. ხვიტია იცი ახლა ბოლოს უკვე გაძლebazია. აიღოს ნოკაუტი. მაგრამ ნახე, მაინც ტოლი არ დაუდო აქ. ბრავო. ხופაცარიას მაგარი კარდიო აქვს ხופაცარიას და შემართებით. როგორც პირველ რაუნდში ისე გზნობს თავს. ზუსტად. მაგრად იმუშავა ხვიტიამაც, ხופაცარიამაც, მაგრამ ძალიან მაგრად დაიჭირა ხვიტია, ბრავო. აი ხა შეიძლებოდა ის კარგი კროსი და ხვედრა. მაგარია ყველაფერი. ჯარჯი იმასაც უნდა მივაქციოთ. ყურადღება იმას მივაქციოთ თუ ხופაცარია კლინჩი რა მაგრად მუშაობს მუხლებით და სწორედ მაგიტომ არის დაღლილი ახლა ხვიტია. ხერხული დგომია ხופაცარია. ფეთქებადია. ტრადიციულ დგომზე დგას ხופაცარია რაც და აბსოლუტურად რთულია. იცulis ორთოდოქსიც არის მარჯვენას. მაგარი. ამ შემთხვევაში მარცხენა კროსი. მაგრამ ხვიტიას არ დაუკარგო თავისი მებრძოლის სული. ძალიან მაგარი ბიჭია. მაგრად გრძნობს დისტანციას ეხლა. რაღაც უიღბლობა ის ერთმა დარტყმამ ძალიან ბევრი რამე შეცვალა. კი. ბევრი რამე შეცვალა და ასევე ხופაცარია მაგრად მუშაობდა კლინჩი მუხლებით და ახლა კიდე. აი ეს მარცხენა ძალიან მაგარი ჰაიჩიკი იყო ხופაცარიასგან. იცნო ხופაცარიამ სისხლის გემო. შოუ გვინდა მეგობრებო. შეიძლება დაამთავროს. ნახოთ ხვიტია კარგად დგას ხვიტია.
უბრუნებს, უბრუნებს, დარტყმებს, მაგრამ უკვე ყრუდაცვაში არ გადავიდეს და როგორი ჰაიკიკი ჯარჯი. შეიძლება მოუსწრო. ბრავო, ტაშლუკრავ. ეს ის მომენტია, რომ მაყურებელი ფეხზე უნდა წამოდგეს. ბრავო.